მიუსაფარი და მიკედლებული ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია და კასტრაცია, სტერილიზაცია. ეს არის ძირითადი მიმართულებები, რომელიც ცხოველებს ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში უტარდებათ. ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მუშაობს სპეციალური რეფორმა, რომელშიც სახელმწიფოსთან ერთად კერძო კლინიკებიც არიან ჩართულნი. პროგრამის მიზანი ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველყოფა და ცოფის პრევენცია. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა განმარტა, რეფორმა მნიშვნელოვანია როგორც შინაური ცხოველების, ასევე ადამიანის ჯანმრთელობის. რას მოგცემს და რას მოგვიტანს ეს ღონისძიებები? პირველი ჩვენი თვითმიზანი არის პოპულაციის, მზარდი პოპულაციის შეჩერება და შემდგომ უკვე შემცირება. ანუ მართვა პოპულაციის ეს ინსტრუმენტები, ეს აქტიობები არის შერჩეული მსოფლიო პრაქტიკაზე დაკნობით. ჩვენ ჩართული გვყავს უცხოელი სპეციალისტი, რომელიც თავისი გამოცდილების შესაბამისად გვაძლევს რეკომენდაციებს და ამ აღნიშნული პირველი ეტაპის 3 წლის პერიოდში ეტაპობრივად განხორციელდება ზემოთ აღნიშნული ღონისძიებები. რაოდენობასაც გეტყვით, ჯამურად 240,000 სული პატრონიანი ძაღლის იდენტიფიკაცია არის დაგეგმილი, სადაც წელს განხორციელდება 102,000 სულის იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია. რაც შეეხება პატრონიანი ძუძაღლების სტერილიზაცია, კასტრაციას, ჯამურად აქ არის გათვალისწინებული 40,000-მდე ძაღლის სტერილიზაცია, სადაც 13,000 უკვე დაგეგმილია სავარაუდოდ რაოდენობად მიმდინარე წელს. ხოლო რაც შეეხება უპატრონო მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია, კასტრაციას, წელს არის 36,000 სული გათვალისწინებული, ხოლო ჯამურად სულ საუბრობთ 112,000 სულს. ეს არის, რა თქმა უნდა, საორიენტაციო ციფრები, საჭიროებიდან და სიტუაციიდან გამომდინარე მოხდება მისი შესაბამისი ადაპტაცია.